ნებისმიერ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება და სხვისი პირადი სივრცე. კიბერქმედება ადევნების სახით, შევიწროების სახით, ძალადობის სახით, ეს უკვე შეიძლება იქნას დაკვალიფიცირებული როგორც ფიზიკურ შემთხვევაში იქნებოდა დაკვალიფიცირებული, ამას დაემატება კიბერკომპონენტი. მთავარი საკითხი ამ შემთხვევაში არის სწორად მივაგნოთ დამნაშავეს და დავადასტუროთ, რომ ეს ნამდვილად იყო კიბერადევნება ან კიბერბულინგი. გარდა ამისა, დასრულების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეს არის სამართალდამცავებთან ურთიერთობა, ისევე როგორც ეს არის ფსიქოლოგთან ურთიერთობა, რათა სწორად წარიმართოს რეაბილიტაციის პროცესი, ისევე როგორც რეაგირების პროცესი, სამართლებრივადაც და მენტალურადაც. ბავშვების შემთხვევაში და მოზარდების შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა მოზარდებს ნდობის მომენტი უფროსებთან უფრო შეზღუდულად აქვთ ხომ და შეიძლება ერიდებოდეთ მშობელთან მიცვლა, ან იფიქრონ, რომ შეიძლება რაღაცა თვითონ მათი დანაშაულით მოდიოდეს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ნებისმიერი სანდო პირი, ეს შეიძლება იყოს მეგობარი, კლასელი, არც მასწავლებელი, რომელსაც ენდობა, სოციალური მუშაკი, ნათესავი უფროსი ასაკის, მათთან კომუნიკაცია და მათი საშუალებით მერე უკვე პროცესის დაწყება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.